პრემიერის შემდეგ ღია წერილს უმრავლესობის ლიდერი ავრცელებს. ირაკლი კობახიძის მსგავსად ირაკლი კირცხალიაც რუსეთის უკრაინაში შეჭრისას გააქტიურებულ ანტირუსულ კამპანიაზე საუბრობს და გარეძალების ორკესტრირებულ რუსოფობიაში ოპონენტებთან ერთად კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც ადანაშაულებს. დასახელდნენ კონკრეტული შემსრულებლები, მათ შორის პაატა ბურჭულაძე, ნიკოლოზ რაჭველი და ნაციონალური ბალეტის სუხიშვილები. ირაკლი კირცხალია ინტერესდება, რატომ არ იყო საკმარისი საფუძველი აგვისტოს ომი იმისთვის, რომ რუსეთში ქართული კულტურის მოღვაწეების მონაწილეობით კონცერტები არ გამართულიყო და რატომ თქვენს მათ ცალსახა უარი ოკუპანტ ქვეყანაში გასტროლებზე 2022 წლის შემდეგ. უმრავლესობის ლიდერი კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილსაც გარე ინტერესების მსახურებაში სდებს ბრალს. უფრო კონკრეტულად რა არგუმენტებით ხსნის რუსეთთან დამოკიდებულების მკაფიო ცვლილებას ირაკლი კირცხალია და როგორია შეფასებები. ამას სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება. სალომე. დიახ, უნდა ითქვას, რომ უმრავლესობის ლიდერის დღეს გამოქვეყნებული წერილი შინაარსობრივად თავისი სულის კვეთებით ფაქტობრივად იმეორებს იმ წერილს, რომელიც ჯერ კიდევ გასულ კვირას საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოაქვეყნა და რომელშიც ირაკლი კობახიძემ დასვა ღიად შეკითხვა, რატომ შეიცვალა ცალკეული პოლიტიკური აქტორებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პოზიციები და რატომ გახდა ეს პოზიციები მწვავედ კრიტიკული რუსეთის ფედერაციის მიმართ, სწორედ უკრაინაში რუსეთის ხელმეორედ შეჭრის 2022 წლის შემდგომ და რატომ არ ჰქონდათ მათ ასეთივე პოზიციები, რატომ ხვდებოდნენ ისინი მაგალითად გულთბილად საზღვარზე ტურისტებს, რატომ საუბრობდნენ რუსულ ბიზნესზე, რუსულ კომპანიებზე, რუსულ ფულზე. მარტივად 2008 წლის ომის შემდგომ, იმ ომის შემდგომ, როდესაც რომლის შედეგადაც საქართველოს 120 მეტი სოფელი დაკარგა და დაკარგა უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. პრინციპში აი ამ სულის კვეთებას იმეორებს უმრავლესობის ლიდერის მიერ გამოქვეყნებული წერილის დღეს, თუმცა ამ შემთხვევაში ირაკლი კირცხალია უფრო მეტად ცალკეულ ხელოვანებზე საუბრობს, ხელოვნების სფეროს იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც უმრავლესობის ლიდერის აზრით სწორედ ასეთივე მწვავედ კრიტიკულები იგივე რუსეთის ფედერაციის მიმართ გახდნენ უკრაინაში რუსეთის ხელმეორედ შეჭრის შემდეგ და ასეთივე მწვავე პოზიციებით არ გამოირჩეოდნენ მაშინ, როდესაც 2008 წლის შემდგომ, მაშინ, როდესაც მათთვის როგორც კირცხალია წერს, პრობლემას არ წარმოადგენდა საკუთარი მოღვაწეობა, საკუთარი შემოქმედება გაეტანათ სწორედ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. ყველა მიცის, რომ სუხიშვილებმა 2013 წლის აპრილის დასაწყისში, მაშინ როდესაც აგვისტოს ომიდან 5 წელიწადით არ იყო გასული, სანქტ-პეტერბურგში გრანდიოზული კონცერტი გამართეს. თუმცა დღეს ანსამბლი რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს. აგვისტოს ომის შემდეგ შოსტაკოვიჩის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიაში სიმფონიურმა ორკესტრმა 2 კონცერტი გამართა და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით დაუკრა. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, მისთვის პოლიტიკა არ არის მიზეზი, რომ რუსეთში არ წავიდეს. მისთვის მიზეზი თავმოყვარეობა. როგორც ჩანს, აგვისტოს ომის შემდეგ თავმოყვარეობამ არ შეაწუხა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თუკი მკვეთრად ანტირუსულ პოზიციას არ დაიკავებს, მწველ სირცხვილს იგრძნობს. გვერდს ვერ ამოვლი ევროპული მომავლისთვის თავგანწირულ ბოლო პერიოდში გამუდმებით ანტირუსული პოზიციებით გამორჩეულ პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც იმის გარდა, რომ რუსი ბანის სახელით დაიმკვიდრა სახელი, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში ჯერ 2012 წელს, შემდეგ კი 2018 წელს უკვე პუტინის თანდასწრებით იმღერა. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. თუმცა მხოლოდ აღნიშნულ სამ შემთხვევაში წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტებიც ადასტურებს ქცევის მოდელს, თუ როგორ არ ამბობდნენ უარს რიგი ეგრეთ წოდებული კულტურის მოღვაწეები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ან რუსულ პროექტებში მონაწილეობაზე. პარალელურად კი ნაცმოძრაობას რუსეთის ინტერესების ხელშემწყობი გადაწყვეტილებებისთვის არასდროს აკრიტიკებდნენ. ამავდროულად მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აერთიანებთ. 2022 წლის, ანუ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ, მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა. გამოირჩევიან ანტირუსული რიტორიკით. ხმალ ამოღებულები იბრძვიან ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რაც ფაქტობრივად რუსოფობიამდე მივიდა. სხვადასხვა, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენელ ცნობად სახეებს, რომ დიდი გავლენა აქვთ და მათი ქცევები თუ მოწოდებები, რომ საზოგადოების კოლექტიური აღქმის ჩამოყალიბებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს, ამაზე ყველა თანხმდება. ერთი შეხედვით ასე ალოგიკურად რატომ იქცევიან და არის თუ არა დამთხოვა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და NGO-შნიკები, ამაზე თუ გსურთ ვიმსჯელოთ. პირადად მე ასეთი დამთხოვების არ მჯერა.
რა თქმა უნდა, დღესასწაული არის პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემა და ამ თემაზე საკუთარი პოზიციები გააჟღერეს ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც, მაგალითად, მაშინ, როდესაც გასულ კვირას გავრცელდა უკვე პრემიერ-მინისტრის წერილი, მაშინ ისინი ამბობდნენ, რომ ცალმხრივად მოხსნილი უვიზო რეჟიმიც, რუსი ტურისტებისთვის ფართოდ გაღებული კარიცა თუ საქართველოში რუსული კომპანიების მოპატიჟებაც იყო მაშინ, ასე ვთქვათ, სამშვიდობო პოლიტიკისა თუ მშვიდობის დამყარების მცდელობა. რაც შეეხება უკვე დღეს უმრავლესობის ლიდერის წერილს ამ თემაზე, ყოფილი მმართველი პარტიის, ანუ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსკოვში გასტროლებითა თუ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებული კულტურული ღონისძიებით, მათი თვალთახედვით ამ შემთხვევაში მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი ხელოვანები უფრო გამოირჩევიან და ისინი, რა თქმა უნდა, ამ რიტორიკას არ ეთანხმებიან. თუმცა ამ ნაწილში არავინ საუბრობს მაგალითად იმ წერილზე, რომელიც საქართველოს მთავრობიდან მოსკოვში 2008 წლის ნოემბერში გაიგზავნა, ანუ 2008 წლის ომიდან, აგვისტოს ომიდან ზუსტად 2 თვეში. ამ წერილს ხელს აწერდა მაშინდელი კულტურის მინისტრი, რომელიც საკმაოდ ვრცელ წერილში გამოთქვამდა რა წუხელს იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდგომ ფაქტობრივად კულტურული დიალოგი მინიმუმამდე იყო დასული, იმასაც ამბობდა, რომ აუცილებელი იყო ამ საკითხის გამოსწორება და კულტურული დიალოგის გააქტიურება. ამავე წერილში ვკითხულობთ, რომ კულტურის მჟამინდელი მინისტრი კონკრეტულ წინადადებასაც თავაზობდა საკუთარ რუს კოლეგას. ჩემი წინადადება ასეთია, 2009 წლის გაზაფხულზე მოსკოვში ჩატარდეს რამდენიმე ქართული შემოქმედებითი კოლექტივის გასტროლები, ასევე მხატვრული გამოფენა. უფრო კონკრეტულად საუბარი შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლებზე, აგრეთვე ქართული ეროვნული დრამატული თეატრების სპექტაკლებზე, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ერთ-ერთი ანსამბლის კონცერტებზე, კლასიკური თუ ჯაზის მუსიკის კონცერტებზე და გამოფენებზე. აი ესეთი შინაარსი აქვს ამ წერილს, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, თარიღდება 2008 წლის ნოემბრით. სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს არ უნდა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ქართულმა ოცნებამ ეს გააკეთა. ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია ის, რომ მათი წევრები, მხარდამჭერები, იუმორისტები დადიოდნენ მოსკოვში, მართავდნენ წარმოდგენებს. რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის ოკუპანტთან თანამშრომლობა, მიუღებელია ერთთან კოლაბორაცია და მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სანაცვლოდ ცეკვა თამაში მტრის მიწაზე. ეს არის ჩვენთვის ცხადი რამ, პრინციპული საკითხი და ამას ყოველთვის ჩვენ ვაფიქსირებთ. თუ ნაცმოძრაობის ესეთ ორმხრივ ცვალებადობას განვსჯით და შევაფასებთ და რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას, მაშინ მე გეტყვით, რომ ნაცმოძრაობასთან ყველაზე კარგი ურთიერთობა ვისაც აქვს დღეს, ეს არის ქართული ოცნება. ამიტომ მათ ყველაზე კარგად იციან ამის მიზეზები. ამიტომ შეუძლიათ, რომ მათ თავად კითხონ ამ ადამიანებს. თურმე საქართველოს ოკუპირება ეს არაფერი არ არის და აი უკრაინაში რო შეიჭრა რუსეთი, აი მაშინ უკვე საჭირო არის ანტირუსული პროპაგანდა. თორე საქართველო არ აუშავს თლიანადაც რო ოკუპირებული ყოფილიყო, რა მოხდა მე რუს ტურისტებს უნდა საზღვარზე დავხვდეთ, აქ ეკონომიკაში ინვესტიციები განვახორციელებინოთ. აი მთავარია უკრაინაში რატო შეიჭრა რუსეთი. აი ეს არის ზუსტად როცა ვამბობთ უსამშობლოებაზე, რომ საკუთარი სამშობლო არაფრად არ გიღირს. ჩვენებად დაიარებოდნენ, ატარებდნენ კონცერტებს, საკუთარ საქმიანობას ახორციელებდნენ და აგრძელებდნენ რუსეთში და დღეს, როდესაც უკრაინასთან მიმართებით რუსეთმა განახორციელა უკვე მეორედ აგრესია, დღეს ეგრეთ წოდებული პრინციპულობა და გამოიჩინეს, რაც პირდაპირ რუსოფობიაში არის გადაზრდილი. ის, რაც ჰქონდათ და აქვთ რადიკალურ და აგენტურულ ოპოზიციას საქართველოში, დიდარ NGO სექტორს პირდაპირ პარალელი შეგვიძლია გავავლოთ სამწუხაროდ ამ ადამიანებთან, რომელთა ქმედებაც და ნაბიჯებიც დღეს ვითომ რუსოფობიული, ხოლო 2008 წლის შემდეგ მათ სამშობლოსთან მიმართებით განხორციელებული აგრესიის ფონზე იყო ძალიან შემრიგებლური. მესიჯ ბოქსი ჰქონდათ, რომ აი რუსები აუცილებლად ჩამოსულიყვნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაეთვოთ ურთიერთობა, კულტურული ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილები იგზავნებოდა, კონცერტები იმართებოდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ქართველი მომღერლების, მსახიობების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ მათი პატრონების მხრიდან მოდიოდა ეს დავალება, რომ ეს მიდგომა უნდა ყოფილიყო.
მას შემდეგ რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი, რა თქმა უნდა, შეიცვალა message box-ი და პატრონების მხრიდან წამოვიდა უკვე სხვა დავალება, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ იმ რიტორიკას და იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ მათი მხრიდან. დიახ, ასეთი იყო პოლიტიკური შეფასებები უმრავლესობის ლიდერის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე. მე კი მაყურებელს შევახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეში ეს ამ თემაზე გამოქვეყნებული რიგით მეორე წერილია. პირველი საჯარო წერილი, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა. მადლობა, სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.